სალამი ნიკო. სალამი, ახლა ვლაპარაკობდით, ჩავეკითხე რომ Better Call Saul-ში სადა ხარ მეთქი ჯიმის და კოჩა არის აქა. სანდა დრო მას დაველაპარაკებით ხოლმე. კოჩას ჩვენი მაყურებელი იმდენად არ იცნობს, მაგრამ არის ჩვენამდე იყო მგონი აქ რადიოში. ჩვენი რადიოს ხმა. კი. ხმის რეჟისორი უფრო სწორად. და გულიც მე ვიტყოდი. კი. ხერხემალიც. ხერხემალიც. ხარ მეხუთე სეზონის შუაში. მეხუთე სეზონი ახლა რაც ვილაპარაკე, კაი იყო მაშინ თუ ამაზე ლაპარაკს ვაპირებდით. ხო, არა, ნუ მომეწონა. მე ახლა იმას Breaking Bad-ს თლათ ერთ დონეზე ოდნავ ერთი საფეხურით, ორი საფეხურით, მაგრამ ნუ ძალიან ეგეთი შთამბეჭდავი, ესეთი ყველა პერსონაჟში არის იმის პოტენციალი, რომ ახალი პერსონაჟებიდან პირველი ყველაზე უფრო ვინ მოგხებლა? ვინც Breaking Bad-ში არ არის და აქ არის. აი ესე იმათ? ნუ რა გითხრა, აი ეს ისა ეს სალამანკების ის რო არის მარჯვენა ორმაგ თამაშს რო თამაშობს. ნაჩო ძალიან მაგარი პერსონაჟია. იქ ეს ლალო სალამანკა თვითონ იქ Breaking Bad-ში არ არის ესე გაშლილი. ეგ როგორ არის, იცი რა, სუთავი. აქ ძალიან შთამბეჭდავია. ეგ საიდან მოდის ეს სახელები, საერთოდ რომ Breaking Bad-ში პირველად რო გაიტაცებენ Walt-ი და ესენი Souls და იმის თავზე აქ ჩამოსმული და ვინ გამოგაგზავნათო ლალომო, ნაჩომო ეს კითხავს. უბრალოდ სახელები იყო მაშინ არც არსებობდნენ პერსონაჟები. და მერე როცა პრიკველი გააკეთეს, უცებ ლალოც გაჩნდა და ნაჩოც გაჩნდა. ხო, ძალიან შთამბეჭდავები არიან ორივენი. ჩემთვის აი კიდე ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, რომ პრიკველის პრობლემა როგორც წესი ის არის, რომ იცი ვინ როგორ სადმე ვიღაცები იცი რომ არ ყვდებიან, იმიტომ რომ მერე ჩდებიან კიდე და აქ აი ეგრე ბოლომდე არ იცი რა მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მერე რა ხდება, გაქვს კარგი წარმოდგენა. ეგ კი არა ეს მაიკლი. როგორ ჰერმან ტრაუტ, ხო. ეგეც კი ხო იცი რომ როგორ ამთავრებს, მაგრამ აქ მაინც ფიქრობ რომ აი იმდენად სავსეა აქ და იმდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს, რომ რაღაცნაირად გონია რომ იმის გამ დამოუკიდებელი ტიპი არის. ის ასევე ძმა, ძმა კი სიტყვაზე, ხო, ახლა ვისაც არ აქვს ნანახი არ დავასპოილეროთ, მაგრამ ძმა არ კომპლექსური და რთული და ძალიან ნერვების მომშლელი ტიპი არის, აუ როგორ ვერ ვიტანდი, მაგრამ ხო. მე ვნახე ახლა სერიალი გუშინ წინ, რომლითაც ვარ აღბერთოვანებული ბთი. ქვია Widow's Bay, ქვრივების ყურე და ეხლა დამთავრდა 10 სერია არის, Apple TV სერიალია, მაგრამ ნუ ვისაც Apple TV არ აქვს, შეუძლია რაღაცა ისე ნახოს. არის სტივენ კინგის და Parks and Recreation არის ეგეთ სერიალი, მაგის ინაზე, ანუ თან არის თრილერ ჰორორი და თან არის კომედია. ოღონდ პაროდია არ არის თრილერების, რაღაც უცნაური კომბინაციაა და ძალიან მომეწონა ერთი ის, რომ როცა სასაცილოა, როცა საშიშია, ძალიან საშიში არ არის. არის ეგეთი პონტი არის, რომ კუნძული არის ახალ ინგლისში, New England, სადაც სტივენ კინგის მეინი შტატი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სადღაცა იქვეა რა. რომელიც არის დაწყევლილი. რაღაც ამბავს გზადაგზა იგებ რა ხდება და თითო სერიაში, რომელიც არის ხან 25 წუთიანი, ხან 40 წუთიანი პატარებია, მოკლედ რაღაც ერთი მონსტრივით რაღაცა არის, მაგრამ საერთო მთლიანი საიდუმლოებაც გასდევს. არის აი სცენარი არის ასხეპილე ზედმეტი არაფერი რო უყურებ, არის რო ვაიმე უცებ დამთავრდება, ისე რომ არ მოგაბეზრებს თავს. და კიდევ ერთხელ ეგრე როგორ დაიჭირეს, არ ვიცი რომ აი რაც სასაცილო უნდათ რომ იყოს, ძალიან სასაცილოა, როცა უნდა რომ შეშინებული იყოს. შეშინებული ხარ, ხან წუთში ერთხელ იცვლება ხოლმე ეგა და თან აი კაი გადაღებულია რა, კაი გადაღებულია და აი ცოტა Lost-ის ვაიბები აქვს ბოლოს, ცოტა Severance-ის რეჟისორის არის რამდენიმე, მოკლედ კაია რა. და ნახეთ, ანუ ის არ არის რომ რაღაც გონება გამეხსნა და მაგრამ უბრალოდ აი კაი გაკეთებულია და ჩემთვის ანუ პირველი რამდენიმე სერია ვნახე და კაი იყო და მეოთხე სერიაზე მეთქი აი ეს ძალიან მომწონს უკვე. ძალიან მომწონს. მეოთხე სერიამდე მინიშნოთ. ხო, და ის ამ იმაში Better Call Saul-ში ის პარტნიორი, კალი, ასევე ადვოკატი. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი პიროვნება რა არის. ისა, შენთვის ის უნდა მეთქვა, ანუ შენთან არის ცოდი ეგა. ლუკა უნდა მოიკითხო. ინგლისში არის ლუკა, გიყურებს ხოლმე. ლუკას მოვიკითხავ დიდი სიყვარული და პატივისცემით და ერთგულებით თუ ესე იშვიათია ესეთი ერთგულება ჩემო ნიკო. და შემდეგი ვისაც უნდა გადასცემო კითხვა, მაგრამ შეგიძლია არქნა ბოსნიის ფანებს, ქართველებს. რა?
ბევრი არ არიან, მაგრამ ერთგული ფანობა ყავს ბოსნიას და მე მგონი გავიდნენ შემდეგ ეტაპზე თუ არ ვიცი. მოკითხვა, დიდი მოკითხვა. ფეხბურთს უყურებ? აი წელანა გარეთ რო ვიყავით, იქაც ვამბობდი, ხო? უყურებ, მაგრამ აი ისეთ იმაში თუ კომფორტულ დროში ხდება 9-ზე, 11-ზე, აი მხოლოდ ამ დროს. აი ის რომელიც 2-ზეა, 4-ზეა ვერ უყურებ, ხო? არც არის ხოლმე თაჯ გუშინ გავისეირნე გარეთ, რომ მეთქი ცოტა რაღაცა შევხედავ თამაშს და გავედი და შვეიცარია და კანადა ხვდებიან და ვერ ჩავერთე გულიდან, მაგრამ ორივე ერს ჩემი პატივისცემა მანამდე კიდე საღამოზე ვერ ჩართულია და უცებ ყვირილი მესმის კომენტატორის ეს ნამდვილი საოცრებაა რომ რონალდომ გაუტანა უზბეკეთს და რანაირად არის საოცრება რომ უზბეკეთს გაუტანა მესმის უზბეკეთის ძლევამოსილი ნაკრები რთული გადასალახავია და მან კიდე ცალკე დრამა და საგა და ისტორია რონალდოსის და მესისაც რო აი კიდე მაგრამ ცოტა მე როგორც არგენტინის გულშემატკივარს ესე ბავშვობიდან 6 წლიდან მაინც რო უყურებ ცოტა ის ამაქვს რომ აი მთელი ნაკრები თამაშობს რომ მესის კიდე გოლები გაიტანოს რაც ისტორიაში მეტი გოლი შევიდეს იმიტომ რომ მეორე ბურთი რო გაიტანა მესიზე ვამბობ ხა ტიპს თვითონ დაერტყა ყველა ვარიანტში მაგრამ არას გამოვიდა და მესის მიცა და იმან გაიტანა და მე მგონი რომ რაღაც მომენტში უნდა დაელაპარაკოს ეს თავის თანაგუნდელებს რომ ცოტა თქვენს გაიტანეთ ანუ მესმის რომ მესი ვარ და რაღაცა მაგრამ თქვენს ხენი თქვენი საქმე ხო ნუ ის რონალდუსაც ის ხო რეკორდი დაამყარა ეგ რეკორდი რომ ამგონი მე-6 ჩემპიონატი არის სოფლიოში და ყველაში აქვს უკვე გოლი გატანა. ძალიან კაი, ხო. ხო, მაგრამ ეგ უზბეკეთი, ხო, უზბეკეთმაც გაიტანა ლამაზი გოლი, მერე კი თამაშგარეში, არა, ჯარიმა აღმოჩნდა, ჯარიმით დაკარგა ბურთი იმ პორტუგალიელმა და გაუქმეს. ხო, ეგ არის რა, ეგ ის ამბავი არის რა, ძაღლი რო კვბეს ადამიანს და ადამიანი რო კვბეს ძაღლს. ახლა უზბეკეთთან გაიტანა. მე ის არგუმენტი იყო ეგეთი რომ სხვა მაგალითად მესი რო ყოფილიყო იქნებ მეც გაიტანა. ხო მაინც მესისთან რონალდუს აი ჯგუფურებს აი აქ-აიქ რაც შეხვდება თვალს მოვკრავ და მე შევხედავსავით რა არის არ მინდა შვეიცარია კანადა არ არის შენ გინდა ინგლისი და არგენტინა ეგრევე არა არ მინდა ინგლისი და არგენტინა მაგრამ მე მინდა რომ თქვა როცა კამერუნი თამაშობს ის კამერუნი იქ მოხვედრილი იყოს და კონდეს შანსი რომ ბოლომდე გავიდეს და იგივე შვეიცარია იქნება თუ ვინც იქნება აღმოჩენა იყოს რომ ნახე გაძრუნენ და დაიმსახურეს და ნახე გრანდებს ეთამაშებიან და ის მომენტი არა მაგრამ აუცილებლად იმან უნდა მოიგოს ბრაზილია ან არგენტინა ან ინგლისმა თუ გინდა იყოს კანადა რომელიც გავან ამერიკის შეერთებული შტატები მაგრამ გული უნდა მიგივიდოდეს რომ აი ნახე რაღაცა ეს არ არის მარტო ჩვენაირი ხალხის ჩივილი ჩვენ გავიკითხეთ აქ სპეციალისტები ამბობენ რომ ნუ არ გაამართლა მაგრამ მე მაინც აი ვფიქრობ რომ ეს არგუმენტი რომ აი რაც უფრო ბევრი ქვეყანა მოხდება მე ფეხბურთის სოფლიოში საშუალო დონე აიწევს და რაღაცნაირად გაიცვლება ეს ურთიერთობები და ტექნიკები გადავა და გამოცდილებები აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება მაგრამ ხო ჯერესია ხო და რა ვიცი მომენტ გულშემატკივრის ის მოთხოვნასაც აქვს აზრი რომ ნუ ახლა აი 4 წელიწადში ერთხელ რო ელოდები ნამდვილ სანახაობას და ნამდვილ დრამას და აი რო გასვლა რო იმას ელოდები რომ მომენტი მოძებნო რომ აი რაღაც ისეთ პაუზაზე გახვიდე და შემოხვიდე და არა ისე რომ როდის მორჩება და რაღაც სხვაც არაფერია რომ უყურო ესეთები არ უნდა იყოს ხო მე ხა გამახსენდა რომ სუპერველი კვირა რომ დაიწყო ხო რუსთავიორზე უყურებ ხოლმე იმიტომ რომ ეს არა მაგრამ შუაში ის იყო ანუ პირველი თამაშის მერე რეკლამებია და იყო ანონსი კვირის ახალი ამბების გამოშვების თუ რაღაც რუსთავიორზე რაც გადიოდა და ერთი სიუჟეტი რომელიც არ მინახავს მაგრამ რეკლამა იყო არის რა კარგია ბიძინა ივანიშვილი. ო, რამე ახალი ამბავი კი არ იყო რომ რამე გააკეთა ან ვიღაცა ბოროტება თქვა მასე თუ რაღაცა. სიუჟეტი ჩასრი იყო რომ ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო ადამიანი თუ ყველაზე კარგი ადამიანი. ამას ნახავთ რაღაცა კოლმოქმედება პოლიტიკა და ველოდებოდი რომ რაღაც საფანელი ექნებოდა მიზეზი რომ რატომ უნდა გააკეთოს სიუჟეტი, იმიტომ რომ ხო ყველამ ვიცით ისედაც რა საჭიროა შეხსენება. არა, უბრალოდ ეგ იყო. ან შეიძლება თავიდან ბოლომდე სიუჟეტი რომ ენახა უფრო გავნათლებულიყავი, მაგრამ სამჯერ ვნახე ეს ანონსი და მეთქი კაი რა და მე მიხოდა მაროს ანონსი ვნახე და ვნახე გადაცემა. იცი რა არის ეგ ისეთი ამბავი არის რომ ფაფას კარაქით ვერ გააფუჭებო აი მეზობელი ხო ეგეთი ამბავია. მან ყველაზე მაზალო რაც იყო ნიკო და აი რაღაც აი ორველის ის ორიენის ამბავი რა ეს არის პოლიტიკური ქველმოქმედიო. აი მე მგონი პოლიტიკა და ქველმოქმედება რაღაც აი რას ნიშნავს პოლიტიკური ქველმოქმედება? პოლიტიკოსობა, პოლიტიკა უკვე ნიშნავს
ხო რაღაცაში პოლიტიკური ქველმოქმედება ძალაუფლების ფლობას ხო აი რანაირად და ანუ თუ ხა რაღაცნაირად ესე უნდა ვქნა 2012 წელს რომ მოვიდა ქველმოქმედება იყო მისი მხრიდან რომ სხვა პარტიები რომლებიც დამოუკიდებლად მაინდა-მაინც აღარაფერს წარმოადგენდნენ კოალიციაში შეკრიბა და პოლიტიკური სიცოცხლე მისცა. აიყურე ხო ანუ ეგ არ გულისხმიათ მაგრამ ხო ის მოსული ამბავია მაგრამ თვითონ მაშინ ქველმოქმედი ხო სარგებელს არ უნდა იღებდი არანაირს მათ შორის არც პოლიტიკურს ხო ანუ გვერდზე უნდა გადგე ხო აი რაღაც ძალისხმევა რაღაც ხარჯი გაწია სრულიად უანგაროდ და ახლა თუ არასოდეს სრულდება ეს ამბავი და ან რითი განსხვავდება პოლიტიკური ქველმოქმედი რომელიც არასოდეს პოლიტიკიდან არ მიდის ჩვეულებრივი პოლიტიკოსისგან უშვებთ რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკოსიც არ არღვევს კანონს პოლიტიკური ქველმოქმედის მსგავსად ისიც არ არღვევს იდეაში ხო ესია და იმასაც რაღაც განზრახულებები აქვს მასაც რო კითხო ისიც ამბობს რომ თავი გადადებული აქვს და მთელი სიცოცხლე ანაცვალა სამშობლოს კეთილდღეობას ყველაფერს აკეთებს სამშობლოსთვის თავისთვის კი არა სამშობლოსთვის ასევე ამბობს პოლიტიკური რა განსხვავებაა პოლიტიკური ქველმოქმედისა და ჩვეულებრივი პოლიტიკოს შორის მითხე რა განსხვავება არის მაგალითად შალვა პაპუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის შორის ძალიან დიდი განსხვავება არის. რა? ერთ ერისკაცად მოიხსენიებენ და მეორეს ხო, მაგრამ აი ის პოლიტიკური ერთი არის შეცვლადი თუ როგორ ქვია ხო შეუცვლელები არავინ არიანო და ყველა სხვა აი ესე უნდა გითხრა, ის ერთ-ერთია და ეს ერთადერთია. ეგ კარგი იქნებოდა, მაგრამ ეგრე არა მაქვს პოეტურად ტვინი მოწყობილი, მაგიტომაც არა მაქვს საბაღი. ნიკო, შენ რო ამბობ, ხო, ჩვენ ვჩივი ვართ ამ ხარისხზე და ვამბობთ რომ არაა გამართლებული ამდენი გუნდის მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ აი საქართველოს რომ მოხვედრილიყო აი ამ ტალღაში, აი ამ გაფართოებაში, ასე ვთქვათ. მე ცოტა უფრო ლიბერალურად შევხედავდით. ისედაც ლიბერალურად უყურებთ, მაგრამ ხო უფრო მეტად ვიტყოდით რომ რა, მე რა რო იქ მოგვიგეს 4-0, 5-0 არა, ნუ გამოცდილება მივიღეთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდით. და ნამდვილად არამ თავი გამოიჩინა საითკენ მიმყავს საუბარი. ყვარამ თავი გამოიჩინა და იქ გოლს გაიტანდა, იქ კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა და იმედია გაიტანდა გოლს. ამოჭერეთ ეხლა რომ შეიძლება ვერ გაეტანა ჰიპოთეტურად თუ რაღაცა. როგორ დაუშვა ამ მე არ შევდივარ ხოლმე მაინდა-მაინც Facebook-ზე და 2 დღეა შევედი და ეხლა ვინც არ იცის რა ხდება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არის აგორებული ზიზღის, თათხვის და ტალახის სროლის კამპანია. ძირითადად გიორგი კალატოზის ჩვენი კოლეგა რომ მოიხსენიო არასწორი იქნება, მაგრამ იუთუბერი არის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქართველოში და არხი არის ოქტოპუსი, რომელიც სხვადასხვა ტიპის კონტენტს აწარმოებს და ნუ მათ შორის ფეხბურთზეც ლაპარაკობენ ხოლმე. ამ შემთხვევაში არის ცოტა ჩახლართული რამე, რასაც ვერ მიხვდები თუ არადევნი თვალყურს და მე ბოლომდე ვერ მიხვდი, მაგრამ არის ერთი 6 წლის წინანდელი ვიდეო, სადაც რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ჟურნალისტები და სტუმრების სტუდიის. ვიღაც სხვა ხალხი, ანუ არა კალატოსთან დაკავშირებულები, ლაპარაკობენ ხვიჩა კვარაცხელიას და აკრიტიკებენ მას. მე ეს ვიდეო არ მინახავს, იმიტომ რომ იმ ხალხს არ ვიცნობ. 6 წლის წინ ვინას ამბობდა რაღაცა მაინდა-მაინც არ მაინტერესებს და როგორც ხვდები, რაღაც უსამართლოდ მოიხსენიებენ ხვიჩა კვარაცხელიას და მას მე რაღაც მომენტში ამ ოქტოპუსში ლაპარაკის დროს კალატოს უთქვას რომ თქვათ ახლა ყველაფერი არასწორად იქ არ უთქვამთ. იქ იყო რუსეთის ჩემპიონატზე, რუსეთის ჩემპიონატში დარჩენაზე, ალბათობაზე რომ რუსეთის ჩემპიონატი აღმოჩნდებოდა ხაფანგი და ვერასოდეს გააღწევდა და რაღაც ესე. ამის მერე აგორდა წარმოუდგენელი კამპანია ამათ წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება მე საიდან ვატყობ რო ეს დიდი ისა რომ ტელევიზორს ხო არ უყურებ, მაგრამ Facebook-ზე რო შევდივარ ბოლო 2 დღე რაც ცოტა უფრო ხშირად შევედი. ჩამოსკროლე და მხვდება დასპონსორებული პოსტებიც კი არ არის, ანუ ვიღაცა ოცნების პროპაგანდისტები თუ როგორ ამბობენ ხოლმე მათი მხარდამჭერები, რომლებიც ყველანი წერენ ზიზღით ასავს ეს სტატუსებს, რომ ეს კვარას მაგინებელი კალატოზი, რომლებიც არიან კაზინოს პიარშიკები, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ოქტოპუსის თუ არც რომელიღაცა იმის სპონსორი არის ერთ-ერთი გემბლინგ კომპანია, რაც სხვა ვისი სპონსორი არის გემბლინგ კომპანიები, მაგას იქ არ იხსენიებენ ხოლმე, რომ თქვა საქართველოს ეროვნულ ლიგას კრისტალბეთის ეროვნული ლიგა ქვია და სტადიონს რაღაცა სხვა ბათუმში ის ქვია.
პარლამენტში ის ხალხი, რომლებიც თუ არ ვწდები ზოგს ის ჰქონდა სპონსორობა, კალაძეს მილანში როცა თამაშობდა, როგორც ვიცი, კაზინოს სახელი ეწერათ, რომელიც მე აღარ იყო. ეს იმას ვკითხეთ ChatGPT-ს, ახლა რომ რაღაცა და იმან მითხრა რომ მილანსო ეწერაო, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ ნიკოლის ითქმა გინდა რითის მაგის მიღმა ახლა ხო ძალიან რთული არის მაგ თემაზე ეს ლაპარაკი რომ არ გამოვიდეს რომ გემბლინგს აპრავებ თუ რაღაცა ისა, მაგრამ თუ რაღაცნაირად სპორტულ კონტენტთან გაქვს შეხება, გინდა ფეხბურთელი იყო, გინდა სიმძიმეების ამწევი იყო და გინდა ის ძალიან ყველაფერში არის მოდებული ეგა და ამიტომ ეხლა რომ შემოვედი Facebook-ი გავხსენი კიდე და რაღაც ქრისტიანი დედების ჯგუფი თუ რაღაც სიტყვა რომ სასწრაფოდ აიკრძალოს კალატოზი და ჩამოშორდნენ. ძალიან რთული არის, იმიტომ რომ გიორგი კალატოზი არის ტიპი, რომელმაც თავისით დაიწყო რაღაცა იაფიანი კი არა, რა კუსტარული ვიდეოებით და მე აკეთა და ეხლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია თავის საქმეში და არის ძალიან ისეთი შთამაგონებელი არის ყველა სხვისთვის გამომართლებია. ვინც YouTube-ზე ცდილობს რომ რაღაცა აკეთოს. თან ეხლა ის არის რა, ანუ აი არაფერი არის ესეთი არ უქნია. მე დაიწყეს ამოქექვა ნელ-ნელა რომ დაცინო და ლეიკემიან ბავშვებსო. რაც არ ყოფილა ეგრე, ანუ რაღაცას რომელიღაცა კონტენტში როგორც ხვდები მაყურებლები აგზავნიან რაღაცა და რაპუნცელზე იყო ხუმრობა და იყო ძალიან უგემოვნო ხუმრობა რომ რაპუნცელს აქვს ლეიკემია თუ რა. ოკეი. ანუ არ გახუმრობად, მაგრამ ნუ ბევრს რო იტყვი ზოგი ისე იქნება ზოგი ესე და ლეიკემიან ბავშვებს დაცინიან არ არის ეგა. თან ეს იყო ახალი ამბავი არ არის ეგა. ეს ყველაფერი რაც ხდება თან ამბავი რო აღარ. ის ვიდეო რამაც გამოიწვია ყველაფერი არის 6 წლის წინანდელი. ხო, ანუ აქ ვიცი აი კოვიდის დროს არის ჩაწერილი. კამპანიის ხასიათი და ეს არ არის ვიღაცის გულწრფელი რეაქცია. არ არის გულწრფელი რეაქცია და ესენი არიან აი რამდენი ზიზღი და შხამი დავინახე და რისი გულისთვის თან რო ვერ ხვდები და თან მე ხა ჩემთან უმეტესობა მეც არის საერთო მეგობრები ყავს და მხარს ამხნევებენ რომ რაღაცა ფეხზე დაიკიდე. ვინც კი ოდნავ ყოფილა შენც ქონია და მეც ხა მაგდონეზე არა, მაგრამ ნუ პატარა რაღაც ზიზღის კამპანიუკები აგორებული და ხო მესიჯებში მოგვსულია რომ შენ დედა ვინახარ და რაღაცა ისა. ვცდილობ რომ დაიკიდო და რაღაცა და იყიდებ კიდევაც, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ხანდახან შედიხარ და კამათს იწყებ ვიღაც ტიპებთან და არ არის ეგრე ადვილი. რა მოკლედ ეს ამბავი არის ძალიან ცუდი, მით უმეტეს რო არის ცუდი, რომ ეს არის სპონსორების დაშინების კამპანია უფრო ვიდრე გიორგი კალატოზის, რომელიც კაი არ დაშინდება, მაგრამ მე აი ცალკე პრობლემა იქნება, რომ ვიღაცა იმას საქმე გაწყობილი და იმათ დააშინებენ და მე ყოველჯერზე შენცაც და ჩემცაც არის და ისე რომ ჯდები და ლაპარაკობ, არიცი რა მომენტში რას ამოგიჭრიან, როგორ დაატრიალებენ, იმიტომ რომ ის ხალხი ვინც გვანწავს, გიაბაშთვის აბსოლუტურად სულ ერთია ვინ რა თქვა. აბსოლუტურად სულ ერთია დადგება და ილაპარაკებს და გაილანძღება. ისევე როგორც იყო ისტორიკოსები ისხდნენ და ჯიმზე ლაპარაკობდნენ რომ ეს რა საშინელებები თქვა, ისე რომ არ წაუკითხავთ რა ქონდა დაწერილი. ერთს ეყოს ინდისი რომ წაიკითხა და არა აქ ისე კი არ წერიაო და ესე კი არ წერიაო, მაგრამ აი მაგრამით მოაყოლა, იმიტომ რომ იმისი ამ ზიზღის გამომთქმელსაც და იმის წამკითხავსაც აბსოლუტურად ფეხზე კიდია რეალობა იქ ვინ რა როგორ იყო. მთავარია რომ ესე იყოს შხამით გაჯერებული პოსტერი, კაზინოს პიერები, ეს და აქამდე მეგონა რომ ჩემ ბაბლში უფრო არის ხოლმე ღვარდლს ბევრი აფრქვევს და ხშირად ნეგატივიც ბევრისგან მოდის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეგ არიან ხოლმე რაც უფრო აი ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების ტიპები რომ გამიხსნია და ფიქრობ რომ კაი ეხა რა რაღაც არ არის საჭირო ყოველდღე ნეგატივით დაწყება და რაღაც მაგათ ვეკამათებოდი ხოლმე გონებაში. თურმე რა შედარება. იმას კიდე გამართლება აქვს, სასოწარკვეთილი არის, რაღაც თავს გზნობს დაჩაგრულად შევიწროებულად. ესენი არიან რომ აი ერთად შევიკრიბეთ და ტურების ხროვასავით რომ ნახე ახლა აი ნახე ეხა და ნახე ეხა ეს ნახე გამოვაგდო და აი ყველა ერთად რო შეიკრება და იმაშვებიან ხო. აი რა გამოსავალი არსებობს, ერთ-ერთი გამოსავალი აი იმაში ბერძნული მეებში რო არის დრამებში ღმერთის ის ჩარევა რო ხდება. აქ უნდა გამოჩნდეს ახლა კალა, ის კალამეთქი, კალასთან, კალას უძახიან ხო, კალატოს კვარაცხელია. და მასთან ერთად ჩაწეროს რაღაც ვიდეო. თან ისეთ რაღაცას აღრავებენ რომ ესე კალა არის იმის წინააღმდეგიო, ხუჩა კვარაცხელიასიო. ეგ ტატოს ხედან ხოლმე და დღედაღამე ტვინი აქვს წაღებული, აღარ შემილია ამდენი ხუჩა კვარაცხელი, ანუ ძალიან მიყვარს, მაგრამ ხუჩ ფეხბურთს თუ არ უყურებ ესე, ერთ-ერთ ჯიმისგან ვიტან ხოლმე, იმიტომ რომ ეს გიждდება და რაც მე ეს გააკეთა და ოკეი, ანუ მე შევხედე, მაგრამ ნუ
იცი რა არის აი ამ ის კამპანიური ამბავი არის ყველაფერს რო აფუჭებს ეს ემოციურად ბუნებრივი არის განსხვავებული ადამიანები არიან საზოგადოება განსხვავებულია ჭრელი არის და კამათები მოსულა მათ შორის შეიძლება ემოციურადაც ზღვარგადასრულადაც მაგრამ ალალი გულწრფელი ახლა ესეც ცივად მექანიკურად რომ ვიღაცა უნდა გაანადგურო გადაუარო დატკეპნო ეს არის საშინელება აი ამ იმას სპონსორთან დაკავშირებით ვიღაცის ხელობას აი ახლა ხო ბიზნესები არის მე მაგალითად ტოტალიზატორზე არც ფეხბურთზე არც ნაღდ სამორინეში კაზინოში არა ვარ ესეთი აზარტული არ მითამაშია და რაღაცა სრულიად გულგრილი ვარ და მესმის რა მავნებლობაა და აი ამ იმაზე ეს თამაშზე თუ შეჯდა ადამიანი და ჩაითრია ამ იმან აზარტულმა თამაშებმა როგორი გაუბედურება და დაღუპვა იცის ამ ლუდომანიამ და ასე შემდეგ. ხო და რეალურად პრობლემა არის სუსხავ ეფექტს თუ რაღაცას უწოდებენ ხოლმე არის ის რომ გონია რომ არა სქელკანიანი ადამიანი ვარ და ვიღაცებს ულანძღივარ და ღამე მშვიდად მეძინა თუ რაღაცა მაგრამ სულ რაღაც ის აგაქვს რომ მით უმეტეს რომ ზიხარ პირდაპირ ეთერში თუ ხარ ან რაღაცა არა სცენარით დაწერილს მიყვები რომ ოდნავ სხვანაირად იტყვი და ამოჭრიან როგორც ის ცნობილი ფრაზა იყო და ამათ შემთხვევაში მიმად გაქცევენ და გეკაიფებიან კი არ იქნება, არამედ იქნება რაღაცა კოორდინირებული კამპანია, სადაც ვიღაცებს WhatsApp-ში თუ სიგნალში არ ვიცი რას იყენებენ, Telegram-ში შეიძლება ამოსდით მესიჯი რომ ეხა ამას ვაწვევით და მე შეხედან და ხა ვინ არის ეხა გოჩას წინააღმდეგ გვაქვს კამპანია. ეს გოჩა ის კი არ არის რაღაცას დაწერენ და მე ბევრი რო ხვდება თან მე შენც იმეორებ რომ შვები რომ ხო, აი ყველაზე ცუდი ეგ არის მე ისევ და ისევ იმეორებ რომ მართლა შეცდომაც შეიძლება მოუვიდეს ადამიანს ვიღაცას გულწრფელად ეწყინოს, გულწრფელად მოიტანოს არგუმენტები, კაცრად, ან ესეთ დაუნდობლად გეკამათოს, ისეთი არგუმენტებით მოვიდეს რომ გაგაშიშვლოს და რაღაცნაირად შეგარცხვინოს. ეს ყველაფერი მოსულა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი რაღაც დასასრული აი ეს კამპანიის ხასიათი რო აქვს და აი უბრალოდ კამათის ტყუან მართლის გარკვევაზე იქით არის ხო ეს არის ცუდი და მე ვატყობ რომ აი ბოლო ეს წლებია ხო ძირითადად აი ეს განაპირობებს ამ დაპირისპირებებს რომ არა უბრალოდ კამათი რაღაც თემის გარშემო აი კიდე უფრო რაღაცა კიდე უფრო მნიშვნელოვანი სხვა მიზანი ანუ იმისთვის უთხრა ვიღაცას რომ აი კიდე განა ეს მხოლოდ საშუალება არის აი სხვა უფრო მნიშვნელოვანის გამო. საბაბი იმიტომ რომ შეხედო ანუ შიშველ ფაქტებს 6 წლის წინ რაღაც ვიდეოში რაღაც თქვეს, თქვეს რომ შეიძლება იქ რაღაცა სწორიც ითქვა და არ კიდია, ანუ რაღაც ჯერ რაღაცა თქვეს. მე ამ თუ გინდა არ შეხედე, თუ გინდა შეეკამათე რაც გინდა, მაგრამ ეხა არის რომ ეგ კალტოზე და კატო ნაციკაზე ესე ხუმრობენ. აი გავს რომ ვიღაცა მიიღო გადაწყვეტილება ახლა რომ ეს რაღაცის გამო, ახლა არ ვიცით რის გამო, რაღაცის გამო ეს არის საჭირო. ხო. იმის ნაცვლად რომ რაღაცა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში არაერთი, პრობლემა არის რომ 6 წლის წინ ვიღაცამ ხვიჩაზე ცუდი რაღაცა როგორ გაბედა და აი ნახე ყველანი ეგრე ხო აი არ ვიცი ახლა შენ პრობლემა ახსენი არ ვიცი ესე იგი უცბად აი რომ პირველი რაც თავში ამომივარდა ის პრობლემა ხო აი არ ნახული ახლა პრობლემებში ვცხოვრობთ რაც თავი მახსოვს მაგრამ აი ეს რაღაც თვისებრივად განსხვავებული პრობლემა იყო აი ეს რაც ხდება აგერ გვიყვარს ხო ამის თქვა რომ აგერ 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას და რაღაც აი ახლა რაც ცხინვალში ხდება ხო ეს არის აი ყველანაირად ჩანს რაც ცხინვალში ხდება როგორი გამოხმაურება არის ამაზე სოხუმში აი ხა გეტყვი შეგამ კაცი აი ხა ვინც გიყურებს 99%-მა საერთოდ არ იცის რაზე ლაპარაკობ და მეც აქ შემოსვლამდე არ ვიცოდი. შენ იცი, იმიტომ რომ რაც აქ რომ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და ძვრები არც თუ სასიკეთო არც ჩვენთვის და არც ცხინვალისთვის აგერ საქართველოს ტერიტორიაზე და რა ძვრებია, რა ხდება აუხსენი ხალხს. და არ არის ისეთი ამალ ყურადღება და ძალისხმევა მიმართული ამ პრობლემისადმი, რასაც იმსახურებს. რა ხდება, ხო პერიოდულად არჩევნები ტარდება, აქაც ელექტორალური ის აქვთ, ხომ ვიცი თვითონ რომ ხელისუფლება რომ შეიცვალოს არჩევნებს ატარებენ. აი არჩევნები უწევთ 2027 წელს, მაგრამ აი არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე არჩევნები მაინც დავამატოთ. ხო, ეგრეთ წოდებული არჩევნები, ხო, იმიტომ რომ ნუ ყველა მიცის. ხო, მოკლედ ამ იმამდე ეგრეთ წოდებული არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე გადადგა ეს ისა ამ ცხინვალის რეგიონში ამ ჩვენი ანექსირებული ტერიტორიის
ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც შევლად გადაიყვანეს პუტინთან, ახლა წარმოიდგინე და იქ არც მალავენ რომ მე კომენტარი კითხეს რა ფუნქციები ექნებაო და მოვიფიქრებთ რამესო პესკოვის ეს იყო. უნდა უჩიოს. აქ 2 თვის ხო ეგ არის 2 თვის წინ რომ გადმოიყვანეს ეს კამბოლოვი არის ეგეთი გვარის კაცი არის, არ არის ცხინვალელი, იქით არის კეციკით არის დაბადებული და აი კარიერული ჩინოვნიკი ის არ არის რომ იმის გამო რომ რაღაც ეთნიკური უმცირესობა იყო რუსეთში და საჭირო კაცი არის, აი გულწრფელად იქაური ჩინოვნიკი არის. რუსი ჩინოვნიკია, ხო, ეთნიკურად რა არის არა აქვს. ხო, იმიტომ რომ იქ იყო ისეთი ტექნიკურ თანამდებობებზე იყო მინისტრის მოადგილე, იყო იქ ინსტიტუტის დირექტორი და ასე შემდეგ. ის მოავლინეს აქ ჯერ მრჩევლად, გაიარა პრემიერ-მინისტრი, ახლა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არის და სავარაუდოდ პრეზიდენტიც გახდება და ამას ყველა აღიქვამს და მანამდე 9 მაისს გაფორმდა ამ ცხინვალსა და მოსკოვის შორის ხელშეკრულება, რომ აი მთელი ჰარმონიზაცია ამ საბუთების, მოქალაქეობის და ასე შემდეგ. ხო, არის ეს ვარიანტი, რომ დიდი ალბათობით, აი 99% ალბათობით ემზადება ანექსიისათვის. ასევე არის ერთი ვერსია, თან ეს ხო ითხოვენ თვითონ ეს ცხინვალელი სეპარატისტები, რომ მიგვიერთე აფხაზებისგან განსხვავებით. ისინი მაინც დამოუკიდებლობას აწვევიან ეს. ხო, და არის მეორე ვარიანტი, რომ შეიძლება აი რაღაცნაირად რომ კოჭი გაუგოროს საქართველოს და მე მეტი ინტეგრაცია მოთხოვოს მთლიან საქართველოს, რაღაცნაირად ცხინვალსა და თბილისის შორის ურთიერთობები დაათბოს ხელოვნურად მოსკოვმა, რომ აი ცხინვალი არ ბრუნდება თბილისის გავლენის ქვეშ. ეს პატარა ალბათობას ექსპერტები ამასაც მოიცა ეგ ვერ გავიგე, ანუ პირდაპირ მოსკოვი გადაწყვეტს, რომ თბილისს დაელაპარაკეთ და მე რა. ხო, რომ აი ხო გახსოვს წინა საარჩევნო კამპანიის დროს რომ ჩვენ მოუძებნით ჩვენში ნებისყოფას. მე მახსოვს რომ უნდა ბოდის მოუხდით და რაღაცა. აი რაღაც ბოლომდე ხო, არაადეკვატური რეაქცია იყო იქიდან. აქედან ბოდის ითხოვდნენ და ისინი კიდე მეც ის ბოდიში კი არა დაიჩოქეთ ბიჭო და რაღაცა და აქ ის იყო რომ კაი ხო და აი შეიძლება ეს რეაქცია აღარ იყოს ესეთი. და ჩვენ ბოდიშს მიიღებენ გუწრფელს? ნუ თუ იქიდან დააწვევიან. ხო, აი უყურე და გარდა იმისა ვერ ხვდები რაზე არის ლაპარაკი გარდა რიტორიკისა. უყურე როგორი რაღაც არის. ხო შეიძლება მოსკოვმა მოთხოვოს რომ აი თბილისთან დათბით და აი გააჩინეთ ის დინამიკა ურთიერთობებში დაახლოების დინამიკა რომ ისა აი იმის ამ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების რასაც არ მალავს მოსკოვი რომ დათბობაზე რაღაცნაირად ის იყოს რა დაბრუნებული ხურდასავით. ანუ აკროში და პოლიტიკურად ფულები ჩაიწერონ რიტორიკაზე ლაპარაკი როგორც თბილისმა და ბუნებრივია მოსკოვმაც. ახლა უყურე აი ამ ვერსიას რა ამყარებს. განა უბრალოდ ანექსიისთვის არ იყო საკმარისი ეს ყოფილი ეს პრეზიდენტი რომელიც ითხოვდა რომელიც ითხოვდა კი ბატონო იმის წინა თიბილოვი ისიც ითხოვდა ხალხიც ითხოვს რეფერენდუმს ატარებდნენ ეგენი და წინადღეთ გააქვლა მოსკოვმა უთხრა რომ ეხლა არ არის მაგის ანექსიისათვის აი ეს ცვლილებებია არ იყო საჭირო ეთყობაო აი ეს ვერსია ეთყობა რაღაც ისეთი ნაბიჯის გადადგმას აიძულებს ან ურჩევს მოსკოვი ცხინვალს რომ წინააღმდეგობა შეხვდებათ. რაც რა არის? აი ეს რაც გითხარი რომ თბილისთან ურთიერთობის დათბობა, იმის დინამიკის გაჩენა, პოზიტიური დინამიკის. ახლა ხო არაფერი გვაღიარეთ, ბოდიში მოიხადეთ, დაიჩოქეთ, ესაკენით, მოინანიეთ, სულ თქვენ ხართ დამნაშავე, სულ თქვენ ხართ შემცდარი, ჩვენ ვართ მართლები. მოგვიხადეთ ბოდიშიც მოგვიხადეთ და ჩვენი დამოუკიდებლობაც აღიარეთ. ანუ არის შანსი რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ამ შემთხვევაში ამართლებს. ხო და არ ვიცი, ხო და უყურე იქ შეხვდებათ ელოდებიან ისეთ გადაწყვეტილებას, ისეთ რაღაცას მოითხოვს მოსკოვი. მე ამ იმის ვერსიის, ნუ დაბალ ალბათობაზე ვლაპარაკობ, რომ შეხვდება წინააღმდეგობა ცხინვალში და საჭირო არის ისეთი ტიპი, რომელიც ბოლომდე გაყვება. ანუ თავიანთი, აი რუსი ჩინოვნიკი ასე ვთქვათ. ოსური ფესვებით, მაგრამ ძალიან ესეთი რუსული ბექგრაუნდით. ხო, აი ეს ვერსია არის. ანექსია დიდი ალბათობით, მაგრამ ნუ ეს რაღაცნაირად ის იქნება. ძალიან ის რაში ჭირდებათ, ხო? ეს აი როგორ გითხრა? ის მეორე ვერსია მე ვერ მივხვდი ჩვენთვის ცუდი რა არის ამ შემთხვევაში, ანუ ეს არ იქნება, ანუ შენ მოგთხოვს უფრო მეტ ინტეგრაციას, მაგალითად ისეთ ლოიალობას, როგორიც აქვს ბელორუსსა და რუსეთს. ხო, შეიძლება, ხო, აი მოკლედ გიბრუნებ შენ სეპარატისტულ რეგიონებს იქ აფხაზეთთან უფრო რთულად არის საქმე, მაგრამ ნუ აი რაღაც საბჭოთა კავშირში რა ცუდად ვიყავით? აი ეს პონტი. ხო, არა, მე იმას კი არ ვამბობ, ეს ბეჭედ დარტყმული ამბავია, მაგრამ აი ეს თემები ფუთფუთებს.
საექსპერტო წრეებში ამით ეს არის გამოწვეული. თვითონ ვინ ლაპარაკობს? რუსი ექსპერტები არიან, რუსები არიან რა ამ ვერსიაზე? ამ ვერსიაზე ქართველი ექსპერტები ლაპარაკობენ, რომ ეს არ არის ეს. ახლა იცი რა არის? თლად ულოგიკო არ არის. ანუ ხო, აქედან იყო რაღაც მცდელობა. აქ ბოდიშის მოხდა რას ნიშნავს? ახლა შენ წარმოგიდგენ, ხო, რაღაც ბოდიშს რომ მოგიხდი მე, მოლოდინი მაქვს რომ ეს ბოდიში რაღაც იმას პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს. ბოდიშს იმის გამო ხო არ გიხდი რომ მოდი ერთხელ და სამუდამოდ დავშორდეთ. ბოდიში კარგად იყავით არ არის ეს. ბოდიშს გიხდი იმისთვის რომ მე რაღაც ავაშენოთ, ან ადრე როგორც ვიყავით, ხო? ადრე როგორ ვიყავით? ადრე მრავალნაირად ვიყავით. იყო პერიოდი, როდესაც დამოუკიდებლები ვიყავით, უფრო წინა პერიოდი, საბჭოთა პერიოდი, ხო და იქნებ ვიღაცამ ახლა რაღაცნაირად ამ საბჭოთა პერიოდის გაიგივება დაიწყეს ევროკავშირთან, საბჭოთა კავშირისა და ევროკავშირის და ხო შეიძლება უყურე ესეთნაირად რუსეთმაც თავისი ეს პროპაგანდისტული სიმძლავრეები ჩართოს და ხო ფორმალურად დამოუკიდებელია ბელარუსიც, ხო? და მაგრამ რაღაც სამოკავშირეო ხელშეკრულება აქვს. გიბრუნებ, აი რაღაც ხო ხდები ბოლომდე ბუნებრივი არ დაგიბრუნებს, მაგრამ დინამიკას გააჩენს. იმის გამო რომ გააჩინოს რაღაც მოლოდინები, ხო? აი გიბრუნებ, აი დაიძრა პროცესი ცხინვალსა და თბილისის შორის, დავძრავ პროცესს სოხუმსა და თბილისის შორის და რაღაც ეს უფრო მეტი ინტეგრაცია მოსკოვსა და თბილისის შორის. რა ვიცით რომ ეს ჩანაფიქრი არ არის? ის რა თავისთავად ეს ანექსიაც ხო ის არის რა? მე უნდა ელოდო ამ იმას უკან წაღება არ ხდება ხო ამ გადაწყვეტილების. უნდა ელოდო ამ ხელა იმის მონსტრის დაცემას და დათხლეშვას და დაშლას და ხო რაღაც ძალისხმევა არის გასაწევი. რაღაც პარტნიორების მობილიზება გასაკეთებელი, ხო? კომენტარი როცა თხოვა მედიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახლა კომენტარი გავაკეთოთ, არასერიოზულია, კომიკური ფიგურა, გაგლუევი ეს არის დაცინვა იმის იქ ცხოვრები ადამიანების, რომ აქვით პრეზიდენტად ხავს ვითომ და მე მრჩევლა. ეს ყველაფერი ხო, მაგრამ ახლა სულაც არ არის ეს თვითონ შეიძლება გაგლუევი იყოს კომიკური ფიგურა, მაგრამ ამბავი მე მგონი ტრაგიკული არის სრულიად. ხო? აი რამდენი წელია ხო იმის აგვისტოს ომი და 2008 წელს ანუ მე საფრთხეები მესმის, მაგრამ ეხლა ეს ეშმაკის ადვოკატს ვთამაშობ, რომ თქვათ რაც პროსახელისუფლებო იმის წარმომადგენელი ვარ, რომ რა მინდა რუსებთან რაღაცნაირად დაალაგეს, რასაც შეგვპირდნენ და პირდაპირ იმის გარეშე, რუსებთან დიალოგის და რაღაცა იქ ზედმეტი იმის გარეშე დაუსვამენ თავის ტიპს, რომელიც ისინი ისე გააკეთებენ, როგორც ეთქვიან, დაათმობენ ჩვენთან ურთიერთობას, ანექსია არ იქნება და კი ვიცით რომ ახლა შეიძლება დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდოს ამის გამო, მაგრამ ისედაც კაი გაზრდილია და თან მერე იქნება პუტინი მოგდეს და მერე შეგვრჩება ეს ყველაფერი უკეთესად, რაც ჭირი ხალხი ხო, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება პროცესის იმიტაცია და არაფერი ისეთი არ იქნება, თვისებრივად არ შეიცვლება შენთვის. უფრო მეტად დამოკიდებული იქნები. და თან მithumetes სოხუმთან ახლა რო ხარ ხაფანგში ასე შეთრეული, ეს რაღაც შემოგითა. მithumetes რომ ხა სოხუმთან ვერც პროცესის იმიტაციის შესაძლებლობასაც ვერ ხედავ, იმიტომ რომ იქ ჯერ ერთი მართლაც და როგორ განწყობები ვიცი, ახლა შენ იქ ნამყოფი კაცი ხარ და მე შენი ნათარგმნი და დაწერილი სტატიებიდან ვიცი, ეგ ყველაფერი დამოუკიდებლობა სურთ გულით და არა ის რომ რუსეთის ნაწილი იყვნენ და მეორე შარშან იყო რაღაც, ანუ დღემდე ქართველები ბუები არიან იქ იმდენად რომ რაღაც შარშან გახსოვს ინციდენტი იყო, როგორც ხუთი შეარაღებული ტიპი სადღაცა მიდიოდა და იმად განგაში მოაწყეს, რომ საქართველოს თავს დაესხაო, აეროპორტი უნდა ჩაიგდონ ხელშიო და მე თვითონ იქ აფხაზი ტიპის კომენტარი ყო აეროპორტი 20 წელი არ უფრენია იქ, არ ვიცი რომ ანუ რაღაც რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შიშები, რომ ქართული ოცნების ხელში შარშანდელი თან, ანუ არანაირი წინაპირობა მაგას არ უძღოდა, თუ შარშან იყო თუ შარშან წინ, მაგრამ მოკლედ ეხლა იყო რა, რომ ხო არ შეიჭრნენ ქართველები და რაღაცას ხო არ აკეთებენ, რაც ცოტა კომიკურად ჩანდა, რომ ანუ სად უნდა შევიჭრათ რა. ასევე კომიკური არის და ეს რაღაცა სევდიანი ამბავია ხო პერიოდულად რომ აკავებენ იქ იმას ქართველებს და აცხადებენ რომ აი რაღაც დივერსიისთვის იყვნენ შესული, ან ქალია, ან ახალგაზრდა კაცია, ან ხანდაზმული ან რაღაცა რა დივერსია და რა ისა. ხო და თან ის არ ხომ რომ ჯერათ მართლა მაგისან რომ იქით რუსები რო იჭერენ ხოლმე იქ ის არის ცოტა ცინიკურად ხდება რომ იცის რომ ბაბუა გადავიდა იქით მსხლის მოსაკრეფად და ჩაავლებენ ხელს უბრალოდ იმიტომ რომ ბოროტები არიან და აქ როგორც ხვდებით მართლა გონიათ ხოლმე რომ რაღაც დივერსანტი ან შპიონი იპოვეს არ ვიცი ხო შეიძლება უბრალოდ რა არის იცი იქ ის აფხაზეთშიც იქაც
პროცესები მიმდინარეობს, იქაც არ დგას ესე ერთ ადგილზე, ხო? იქ ხელისუფლება შეიცვალა, იქ de facto ხელისუფლება და შეიცვალა ამ ნიშნითაც იქ, რომ აი უფრო პრორუსი ტიპები მოდიან ახალი თაობის, იქ საერთოდ ცდილობა ჰქონდათ, რომ იქაც აი მხოლოდ აფხაზური გვარის ის ინა ლარძიმბა რო იყო, ის პუტინის აი მის ადმინისტრაციის თანამშრომელი. ანუ პირდაპირ ესეთ ხაზზე რო იქნებოდა. ახლა გავლენის ქვეშ ყველა არის, მაგრამ ნუ ეს განსაკუთრებულ გავლენებზეა ლაპარაკი. მისი მოყვანის ცდილობა იყო და რაც არ გამოვიდა, მაგრამ ახლა ვინც არიან ეს გუმბა და სხვა ტიპები, ხო, ეს ახალი თაობის ისინი. იმათ მე მგონი არა აქვთ პრობლემა არც რასაც მოითხოვს მოსკოვი, იმაზე მიყვნენ. უბრალოდ იქ საზოგადოებაში საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ აი ეგ ტერიტორია იქცეს რუსეთად. ცხინვალში სრული მზადყოფნა არის. რავი, ფაქტობრივად აი ხვეწნა მუდარის დონეზე არის, არანაირი პრობლემა არ არის. იქ ეგრე არ არის. ანუ აქ ეხოცებია რომ იქ უფრო რთული თამაში უწევთ. და ამიტომაც არის იქ არის ჩართული ეს კირიენკო, რომელიც გავლენით ალბათ რა ვიცი, იქ 5 ადამიანში შედის რუსეთში. აი პუტინის ხო, თან აქამდე ის ქონდა ჩვენი იდეაში ხიბლი, კაი ხნის განმავლობაში მათთვის რა შეიძლება შეგვეთავაზებინა იყო ის, რომ აი ნახე, კანდიდატი ქვეყანა, იქით მივდივართ, ანუ აქეთ რუსეთია და იქით გერმანია და რაც ჩვენი წყალი გადმოგვესხმება და მე იქნება თქვენ შეგხვდეთ და რაღაც ყოველთვის კაი იქნება. ეხლა აღარა გვაქვს საერთოდ ეგ არის რომ თუ რუსეთი გვინდა, აგერ ჩვენ უფრო ახლოს ავართ რუსეთთან შუამავლის გარეშე ველაპარაკებთ, აგერ კირიენკო არის ჯამოსული. თქვენი გავლით რაღაცა უნდა ისაუქნათ. და ამ ბოლო დროს ხო გეუბნები კორუფცია ჩვენი გვეზარებათ როგორ არის ხოლმე. ისევ შალვა პაპუაშვილმა დღესაც სანამ შემოვიდა, მანამდეც შეუდარებია ევროკავშირს, ადარებს საბჭოთა კავშირს. და ხშირ შემთხვევაში საბჭოთა კავშირს უფრო ესეთ ნათელ ფერებში წარმოაჩენს ხოლმე. აი არ ვიცი, აი ახლა ამას ვინ დახვება და ჭამს, ასე ვთქვათ, არ მინდოდა ამ სიტყვის, მაგრამ აი ვინ შეიძლება წამოეგოს ამ ანკესზე, რომ საბჭოთა კავშირი რაღაცნაირად შეადარო ევროკავშირს, რომ იქ მეტი უფლებები ქონდა საბჭოთა კავშირში, ვიდრე აი ევროკავშირი ახლა როცული სიტყვაზე, რომ ახალ წევრს რომ სიტყვაზე არ ექნება რაღაც გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლება რაღაც ეტაპზე. ხო, აი წარმოუდგენელი ეგეთი რა გვინდაო, ხო თუ რა. აი რო შევადაროთ. აი საბჭოთა კავშირი, ჯერ ერთი საბჭოთა კავშირში ნებაყოფლობით არაფერი არ იყო. აქ ვინმეს ძალით არ შეყავხარ. აქ შენი ძალისხმევაა და აი როგორ გითხრა, შენ უნდა გასწიო დიდი ძალისხმევა, მრავალწლიანი ძალისხმევა რომ მიგიღონ და ეს პროცესი რო იწყებოდა, ეს ყველა მიცოდა. ეს არის თვისებრივად სხვა თამაშის წესები აქ, ხო? საბჭოთა კავშირში შენ მთელი ძალისხმევა გასწიე, რომ საბჭოთა კავშირის ნაწილი არ გამხდარიყავი. იომე ხალხი დაიხოცა, აჯანყდი, ხალხი დაიხოცა. არც ერთ ეტაპზე არ იყო, რომ აი საბჭოთა კავშირი ჩემი სამშობლოა და გულში მჯიღისება. ვინც ამ საბჭოთა კავშირს მოვესწარით, ყველას გვახსოვს, რომ არავინ არ თვლიდა ამ საბჭოთა კავშირს, სამშობლოს როცა საბჭოთა კავშირი არ იყო, საბჭოთა კავშირი იყო რაღაც ციხე, აი გარდაუვალი ბოროტება, აი ვიღაცა რო გამოდიოდა ამ დისიდენტური იდეებით და თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით, იმას კი არ ეუბნებოდნენ, რომ შენ ახლა რაღაც იმას ისეთ რამეს ამბობ, რაც აზრთან ახლოს არ არის, უბრალოდ იმდენად აბსურდულ რაღაცას, რომ ეს ხო შეუძლებელია, ვინ გაგიშვებს. აი საბჭოთა კავშირს რო აქ სულ არის, რომ აბა ომი გინდა, ეს ახლა ბოლოს აღარ იძახიან, მაგრამ ხო გვახსოვს ცოტა ხნისი როგორი ის იყო აქტუალური აბა ომი გინდა. აი რა კიდევ ყველა აბსურდია რომ ამ განსხვავებებზე ვლაპარაკობთ, ხო? ხო, მეც ისე რომ ხო, უყურებ საბჭოთა კავშირში ომი გინდოდა თუ არ გინდოდა, არავინ არ გეკითხებოდა. ხო დაგიპყრო, ხო ხალხი დაგიხოცა, გადაგისახლა, დაგიპატიმრა. აი სულ რაღაც მაგ ომიდან 20 წლის მერე წაგიყვანა ომში, გაგიწვია ომში. მეორე მსოფლიო ომში, ხო? ახლა უყურე როგორი რაღაცა არის. კი, ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ბებია ბაბუები. აი ჩემი მაგალითად ბაბუა, მისი ორი ძმა, სამნი დაიღუპნენ ომში, დაიკარგნენ უგზობროდ. მეოთხე ძმა ტყვეთი ჩავარდა რაღაც იქ პარტიზანულ ბრძოლებში იყო 48 წელს დაბრუნდა. მეორე მხრიდან ჩემს ბებიას დედის მხრიდან ხო ორი ძმა ყავს ამ ომში დაკარგული. განა იმათ ხსოვნას, იმათ ბრძოლას პატივს არ ვცემდა სიტყვაზე ფაშიზმი რო დასამარცხებელი იყო და გადასაბოგი იყო. ამაზე არ არის ლაპარაკი. საქართველოს რო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო, ამ მასშტაბის მსხვერპლი ხო არ ექნებოდა.
ამაზე ვთქვა. აი ასე ხო როგორ გითხრა? აი საზარბაზნე ხორცად ხო ვერ გაგიწევდნენ, ხო? აი ავღანეთი თქვი უკეთესი ის არის. ავღანეთი ხო? აი რამდენ უსამართლო ომში, აი უნგრეთში შევიდნენ იქაც უამრავი ათასობით ადამიანი დახოცეს, ჩეხეთში არსად არ გეკითხებოდნენ. მე რა რომ ეს ქვეყანა დიდი იყო, მონსტრი იყო და სიტყვაზე სხვა ქვეყანა სუსტი იყო და იმ რაოდენობის ადამიანი არ იხოცებოდა სიტყვაზე აქეთ მხარეს, ხო? აი ავღანეთის ომში 10 წლის განმავლობაში რამოდენიმე 1000 ადამიანზეა ლაპარაკი, მაგრამ აი გაცილებით მასშტაბური მსხვერპლი ყოფილიყო რა, გამართლებული მსხვერპლი იქნებოდა ესა. არ ვადრი იმას, გეუბნები ეს მადლიამს და ძალიან გმირული და დიდი საქმე გააკეთეს, რომ ფაშიზმი დაამარცხეს, მაგრამ ეს არ იყო საქართველოს ომი, ხო? მაინც ასე ვთქვათ, საქართველოს რო არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, ამ მასშტაბის მსხვერპლი არ ექნებოდა. აბა ომი გინდა როცა ამბობ, ხო? იმ შემთხვევაზეც თქვი, მაშინ აბა ომი უნდოდათ იმათ და აი ამ მასშტაბით მონაწილეობა უნდოდათ იმ ომში, რომ ერთი ოჯახიდან როგორ შეიძლება 4-ვე ძმა გაიწვიო? აი ეს რა ის არის? ხო, აი ხო იყო, აი გეუბნები, აი ბაბუა ჩემი და მისი ოსულ 4 ძმანი იყო. მე მამამ ვერ გაუძლო ამ ამბავს და თავი მოიკლა საერთოდ ამ მამა ჩემის ბაბუაზე ვამბობ, ანუ ბაბუა ჩემის მამაზე, ხო? აი ესეთი დრამებით და ტრაგედიით სავსე ის არის, ხო და ადარებს საბჭოთა კავშირს, ევროკავშირს, სადაც ყველაფერი არის მოწადინებაზე და ნებაყოფლობითობაზე და არავინ იქ არ გიპყრობს, ხო? აი დარწმუნებული, ხო, აი იმ მასშტაბის კრიტიკა, აი როგორი რაღაც არის, ისიც კი ითქვა, რომ აი სპასეს გადაწყვეტილება იყო მე რამდენი, ხო? და ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და ჩვენი სუვერენიტეტის არცნობა. აი ასეთი ამბავი გაქვს ცხინვალში, ხო? აი ასეთი ამბავი გაქვს და შენ ლაპარაკობ პასეზე და ევროპიდან მომავალ იმაზე. წინა გადაცემაშიც ვილაპარაკეთ. ერთადერთი დამპყრობელი არ მოსულა დასავლეთის მხრიდან და ყველაზე მოსტრად და იმათ საშინელ ძალად ხდება იმის წარმოჩენა. მანდ არის რუსეთთან როცა გაქვს ურთიერთობა ბრჭყალებში დალაგებული და შედარებით შეიძლება ესე ფიზიკურად ვინც გაგანადგურებს. ან ფიზიკურად დაიკიდეთ თვითონ რომ იმათი ნდობა არასდროს არ შეიძლება თუ რაღაც მომენტში მოსკოვი ჩათვლის რომ ეხლა ესე აწყობთ ანექსია მანამდე როგორი დამთაბარი ხარ რა დაუთმე რა გააკეთა მაგათთვის აბსოლუტურად სულეთია ეგენი არ არიან ორმხრივ ურთიერთობაზე ორიენტირებული არავისთან ანუ არის რომ ვიღაცასთან რო ცოტა მე კოჩს გაიგორებ ცოტა შენ გამიგორებ კოჩს და რაღაცა ისე ვიქნებით რა ვთქვათ ვიღაც თურქეთთან რომელიც ასევე დიდი ქვეყანა არის შეიძლება რაღაცა შენ დაუთმო ცოტა ის დაგითმობს და ცოტა ის მოიგებს ცოტა შეიძლება შენ მოიგებ რუსეთისთვის სულერთია რუსეთი არ ისე გააკეთებ როგორც გეუბნები თუ არა და მაინც გავაკეთებ ისე როგორც მე მინდა არ არის ეგრე ეგრე ხო და ისა ძალიან მაზალო იქნება ის რუსეთი რომ სუვერენიტეტ შენსას ესე ყოფდეს რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ხარისხი დადე თორემ ანექსიას მოახდენ ჩავითრე უფრო მეტი მებს ისე ახლა არ ვიცი არ მინდა ნიშნის მოგებით გამომივიდეს მაგრამ ის დღეს შალო პაპუაშვილის ასევე კიდევ ერთი კომენტარი შემხვდა ხანი ხარ შენ შალო პაპუაშვილის ჩაოლებრივი ხანი ხარ იმიტომ რომ მესამე კომენტარი იცი მისი რა თქვა მადლობას უხდის იმას ამ სკროლვა სკრინის სამი სხვადასხვა ის ყველაფერი იცი მის შესახებ ასე ცოტა შემეშინებოდა ის ამუშავდა ეს ისა Facebook-ზე მონიტორინგიო და აი თვალში საცემად იკლო ის მან აგრესიამ და შეურაცხყოფამ და ერთმანეთის მიმართ იმის გამოხატვა უპატივცემულობის გამოხატვა და ქარდები აქვს მედიებს გაკეთებული და კომენტარებში საშინელებები ხდება ხო გინება კომენტარებში ხდება ესე იგი რაც ის ორი კვირა თუ იკლო იმ ორ კვირაში რაც მოიკლო ამ ერთ დღეში არის დამატებული. კაი, ანუ რაც ეგ იყო მოთხოვნა ხალხის, რომ ნაკლები გინება დაეწერათ ვიღაცებს კომენტარებში თუ წევლა შეიძლება ეგ როგორ არის? არც წევლა არ შეიძლება, წევლის გამოც ის არის უკვე დაჯარიმებული ხალხი. ოღონდ რა დაჯარიმებული არ ვიცი ზუსტად დააჯარიმეს თუ არა, მაგრამ წარმოება საქმის დაწყებული არის და შენ არ გაიხარე შენ ოჯახში ვიღაცას რო უთხრა ნუ ახლა იცი რა არის ეგეთი ისა ასე ვთქვათ გაგიხმეს ეგ ხელი შეიძლება? იცი ეგ არის ახლა რაღაცნაირად უკბილო ესეთი ისა რა უხერხემლო წყევლანიკო წყევლანი თმები ყაყზე რო დაგიდე ხო მაგრამ რო გამიხმეს ხელი არ მინდა იქნება მეწყინა ეგრე ხო ის რა შენ გაგიხმა თავი უსაშინლესი წყევლაა ესე პირდაპირ ნიშნულობით თუ გაიგებ ჩავედით ნიკო არ ვიცი მაგრამ წავიკითხოთ კომენტარები თოფებით მაქვს დალაგებული
თავარით, თოფით კი არა, თოფით. დავითი წერს რომ მე ვიგებ ქვეყანაში მიმდინარე სიახლეებს თქვენგან და სრულიად საკმარისია ჩემთვის რომ არ ჩამორჩე მოვლენებს. ანუ მაგით ვარ ხანდახან რომ გეუბნები რომ ესე რომ ამბობ რომ როგორც ყველამ ვიცით კირიენკო სოხუმში ჩასული ახსენი, არ ვიცით ყველა. მე არ ვიცი აგერ და დიმაკ წერს რომ უფრო სწორი იქნება ჯობია დაურეკოთ სავლესო. სავლესო? Yes. მაშინ გვარიც ისაქვნათ. კაიკაციშვილი? კაიკაციშვილი. ნეგრეგად და ნიგდვალიშვილი წერს რომ მე მიყვარს ჩემი რუსთაველი ჟურნალისტიო. რუსთაველი ჟურნალისტები ასეთ. გააქვთ რაღაცა ესე Facebook-ის ჯგუფი რუსთაველი ჟურნალისტები. რატო გააკეთე? და ნინო გვარჯალაძემაც მეც ქართველი ვარ გერმანიაში აქედან იქნებ რუსთავი ინფო არის ესეთი ისას Facebook გვერდი აქვს საიტიც აქვს და ну ესეთი სულ ოპერატიულად და სწრაფად და ვერ მიასწრებოსლას და კარგი არის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ მაგრამ ერთხელ და ახლა დიდი ხანი ვითმენდი და ხო იცი ახლა მოთმინების ის უსაზროსა ის ამაქვს მაგრამ მე რჩევასავით ერთხელ ადრე წლების წინ დაუწერე ლაივს რო რთავენ ხო წერენ ხოლმე ამ წუთში და ნუ ხანდახან შეხვალ 3 საათით ვიღაცას ამ წუთში აღარ გამოს და ხდება დაწერე აი ან დრო მიუთით იმიტომ რომ ამ წუთში ეგ იმასავით არის თელავში რო იციან M საათში ხო M საათში მოვალ ამ წუთში არ არის ეს რუსთაველი ჟურნალისტებს ერთი რჩევა რომ რაღაცნაირად მიხედონ ამ წუთში ეგ ზოგადად პრობლემა იყო ხოლმე მეც რო თავდი იმას ვითარება პარლამენტის წინ მე ვარ ქმედი რა ტელეფონში და ვიღებდი და იმიტომ რომ ის რჩება და ნუ მე ზოგმის ნახულობს 1 საათში 2 საათში და ხო ვიცი მაგრამ იმ წუთას რა დავაწერო არც ვიცი რა გაჩვენებთ პარლამენტის წინ რა ხდება რა ხო ამ წუთის გარდა ყველაფერი შეიძლება დაწერო არ არის კარგი ხო მოკლედ ნინო გვარჯალაძემაც მეც ქართველი ვარ გერმანიაში საბსტეკის მეტი გამორთული მაქვს ყველაფერი და მადლობა კონტექსტისთვისო ჯენზი ამბობს რომ Better Call Saul ჯობია Breaking Bad-სო ანუ არ არის ეგეთი უმცირესობის პოზიციაში მე ვიცი რომ არ ეთანხმები მე ვიტყოდი რომ 50-50-ზეა გაყოლილი ფილმი წინაზე სიმულანტობაზე ვლაპარაკობდი და ჯენერიალო ამბობს რომ რაგბიში სიმულანტობა არ არის თითქმის მაგრამ რაგბი არის ძალისმიერი სპორტი და სიმულანტობა მან ბენეფიტს არ გაძლევს და მაგიტო არ არისო არც კრივში არ არისო ეგრეო წესების მიხედვითაა რომ თუ რაც სარგებელს ვერ იღებ თუ რაღაცა გეჩინა რაზე უნდა ის სიმულანტობა და გასწის და არ გაითიშე და თვითონ გაი კრივში მას ხო კი სწორი შენიშნა კი ბატონო ანუ და დაამატა ჩვენ კი არ გაგვისწორა არამედ კარგი კონტექსტი არის ის ბრაზილიელი კაცი როა მე რომელი იმპერატორი მეგონა ფეხბურთელი რა ქვიას ვენერიუსი თუ რა თავარი ფეხბურთელი ვინც არის ხო ვინისიუსი ხო ზო მგონია რომ მე 6 კარგი იმპერატორი დეციმუს გიგა დადიანძე მერტი კვირის თავზე ნიკო რადიკალურად შეცვლილი მეჩვენებაო წინაზე ხანდახან დღეში სამჯერ ვიცვლები ხო ჯოჯოხეთი გავატარეთ ჯიმ გამობრეჟნებ და უკეთესი თარგმანი იქნებოდაო დავით ჭუმბურიძემ წერს კი ნამდვილად ეგრე იქნებოდა და ასევე შიპები როგორ არისო ვიკითხეთ და კაცვები არის ქართულად კაცვი ამ წემსის ამბავი ხო კარგი არის ეგო კი ჯიმი იმედია 8 აგვისტოს შევხვდებით თელავშიო იმედი თელავში უნდა იყო ეცდები ოკეი და 13-56 საქართველოში ვარ სოციალებს აღარ ვიყენებ ტვს იშვიათად ამიტომ მეც გამორჩა კადრების ფაქტი თქვენგან ვისმენ ნიუსებს და მეგობრები თუ რამეს მეტყვიან ხოლმეო აქ ერთი იყო ისა ტრამპს და ჯიმის რო ერთის ხო ჯენზი წერს ეგ რა არის ხო თქვი არა წინა იმაზეც ვილაპარაკი აი თოფურიას რო ან თოფურიას ვიღაც სხვას უჯმაჯურიძე ვინმე რო გამოჩდეს გენიოსი ჭოკითხტომელი ხო რაღაცნაირად და ამას ვამბობდი რომ სპორტის სახეობის ფანი არა ვარ, მაგრამ იმის გამო რომ ჩემი ქალაქელი ან ჩემი თანამემამულე ამ სპორტის სახეობაში დიდ წარმატებებს აღწევს, ჩემს ეს რაღაცნაირად მოქმედებს. შეიძლება ეს არ არის რაღაც ესეთი სასწაული ამბავი და ჩემზე დადებითად არ მეტყველებს, მაგრამ რაღაცნაირად მითხრებს და მიჩენს ინტერესს. მაინტერესებს მის მხრიდან ახლა ისე უბრალოდ მე ისეთ ხალხსაც ვიცნობ, რომ წლების განმავლობაში რაგბიზე დადიოდნენ საგულშემატკივროდ და წესები არ იცოდნენ, ხო და ახლა რო არ უყურო, რო არ ჩაიხედო, რო არ ისაქნა უგულშემატკივრო და ცოტა სიღრმეებში არ შეხვიდე, ისე როგორ უგულშემატკივრებ, ხო? აი რატო წააგო, როგორ მოიგო, რამდენად ის მეტი შანსი ქონდა მოგების, ან რამდენად მოულოდნელი იყო მის დამარცხება. ასეთ რაღაცეებში უნდა გაერკვიო, ხო? მე სხვადასხვა ეგ ამაქვს ხოლმე და მაგიტო ფეხბურთში რო ვერ ვერთვები, ის არის სანახევროდ არ გამომდის, ანუ შენი არ იყოს რომ ყურება თუ დავიწყე.
მე ვიწყებ, ანუ მე ახლა და ჩაუღრმავდა ისინი ვიცოდე ესენი და არც ძალიან მაგის არც მინდა და რა ვიცი. ხო, აი ჩემი ასარჩევი რო იყოს, აი რომ ჯიმი მომისაჯეს, რომ აი სპორტის ერთი სახეობა, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა უყურო, სხვა არა, აი აირჩიე რა, ხო არა? რას აირჩევდი? ნუ რაგბის ავირჩევდი 6-ს და მსოფლიოს ჩემპიონატს. 6-ს იმიტომ რომ ესე დატკბები ბოლომდე და მსოფლიოს ჩემპიონატს იმიტომ რომ იქ საქართველოს ითამაშებს და იმ დიდ ტიპებთან ითამაშებს. ნუ ეს ინტერესია. ხო, აი ფეხბურთი მეორე სპორტის სახეობად ალბათ კალათბურთს ავირჩევდი. ანუ ფეხბურთი არა, ყავს ტოპში. არა, ფეხბურთს აი ჯიმი რომელს ითამაშებდი შენ, აი მხოლოდ ერთი სპორტის სახეობა, რომელსაც გასართობად ან გართობის მიზნით ითამაშებდი, ფეხბურთს ავირჩევდი. კალათბურთსაც, მაგრამ ფეხბურთს უფრო. მე კერლინგს, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ტრამვაში შანსი ნაკლებია მანდ. კერლინგი ისე რომ საყურებლადაც მიყვარს, კაი სპორტია ეგა. ეგეთი სპორტები აი ოლიმპიადა რო არის ხოლმე თუ კომენტატორი არ აყავს ვერ უყურებ, იმიტომ რომ არ მის რა ხდება საერთოდ. რა კერლინგი ბოულინგი აირჩიებ. ბოულინგზე ყოფილ ვარ და რა? ვერ შვები, კოორდინაცია არ მაქვს თვალის და ხელის. ანუ წამიქცევია ყველა, მაგრამ ბოულინგი გასართობის სათამაშოა, იმ ხრივ რომ თან ლუცვამ რაღაცა ბურგერს შეჭამ გააგორებ. კოვიდის დროს მივხვდი, რომ ცოტა ესეთი სპორტია, რომ მაშინ ხო ყველა რას ხელებს რო იბა რაღაც სპირტით გაწმინდა ესა და თითში რო ატაკებ ნახურეთში ბურთში, სადაც მანამდე სხვა თითი იყო ნატაკები, განარა ეხა ეგრე რომ მიყვე. შენი მე ბიგ ლებოვსკიში რო არის, შენი თუნდა იარო. ეგ არის, კი. უტა სასაშვილი ინიკოტაში ყველაფერზე ნუღადაობ თელმა საქართველოს განიცადა ილიას ამბავიო და წინაზე მეორეც იყო ეგეთი არც ილიაზე მიღადავია და არც იმაზე რომ საქართველოს განიცადა უბრალოდ ბლად სპორტი მახსენდება ხოლმე და მანდაც აღარ დამთავრდა რომ ის მიდის ერთმანეთს რომ ის დვალიშვილი და ვიღაცეები და კიდე რაღაცა ისინია დრამები არა არ თავრდება რა რაღაც გადაძახილებია და აგრესიები და ვისა და ვის შორის ეს გულშემ დვალიშვილს რო ერჩიან ეს ვნახე რომ დვალიშვილმა ვიდეო ჩაწერა და რაღაც თქვენი შუბა დავხიე ვიღაც ტიპებზე ვინც ამ ილიაზე რაღაცა თქვეს და მოკლედ აღარ დამთავრდა მეთქი ეს გადაწყდა. ანუ ქართველებს შორის არის და მაგრამ ილია და დვალიშვილი ხო ერთ მხარეს არიან. ხო მაგრამ რაღაც ისეთი ფორმით დაიცვა რომ ვიღაც ტიპებმა თავი შეურაცხყოფილად იგზეს და ჩვენ ქართველებმა სულ ქართველებინი ხო რა. და ანუ რაღაცა ის არის მანდ დრამა არის. ისე როგორ შტაბიჭილებას ვქით რომ გეგონიო მთელი პლანეტა ჩვენა ვართ და მაგრამ ისე გვაქვს ხოლმე ხო. ყაყანი ვიცით საკაიფო. სულ მეგონა რომ ერთი-ორჯერ მახსოვს ადრე კონფერენციები და რაღაცა ის რო იყო ერთხელ ვიყავით. ერთი ჯგუფი ვართ ქართველები, რაც ჯგუფებად დავიყავით, რაღაცაზე უნდა გვემუშავა წლებიც. და უცებ თქო რომ მარტო ჩვენ ყაყანებთ. თან ნუ ისეთი პატივსაცემი ხალხი თითქოს და მეთქი აჰა რა. მე მივხვდი რომ არც თქვათ ეგრე არის საქმე, იმიტომ რომ ჩემს სახლთან ხშირად ჩამოდიან ხოლმე ტურისტები. რუსები რო ყაყანებენ ეგრე არავინ არ შვება, იმიტომ რომ ქართველების ხმა იშვიათად გამიგია, შეიძლება ჩხუბი თუ არის და რაღაცა ბიჭო, მაგრამ ეგ არის იშვიათობა, თითქმის ყოველს ამოძა, понимаешь, ты что вообще რაღაცა ესე ხმამაღლა იმას შვებიან ხოლმე ლაპარაკობენ და მეთქი გონია რომ ჩვენა ვართ ქართველები, მაგრამ არა, თქვენა ხართ რუსები. ნუ ლაპარაკობთ ხმამაღლა ჩემი ფანჯრის ქვეშ. ის არ გამიგია არც არაბულად, არც სომხურად, არც რაღაცა ეს ხმამაღალი ისინი. აუ ეს ხო არ ვიცი ეს იმის მაგივრად რომ რაღაცნაირად გავაზიარი მოსტა ხო რაღაც ამის ნეგატიური ეს ისინი თვისებები წარსულში მოვიტოვოთ მე მგონი რაღაც უფრო მავდება ესა აი ეს სხვისი პირადი სივრცის უპატივსცემულობა და აი ეს ხმაურიც რო ის არის გარემოს დაბინძურება არის აი სრულიად არაადეკვატურ დროს 2 საათზე ვიღაც ტიპები იწყებენ ასე მთაწმინდაზე ბოდიში ჯიმი გაწყვეტინებ რამ რაღაცა ადგილი არის მთაწმინდაზე სადაც ფართები აქვთ ხოლმე მერთმა აგულაოს უყვალა როგორც უნდათ გარშემო არავის არ წინოს დილის 4 საათზე რომ წვებოდი ესე მეგონა რომ ქვევით მანქანაში არის ბასებიანი მუსიკა ჩართული მელოდია ამას უნდა დააშაზამა და აფეთქებული რომ ჩავრთე იცნო იმან მთაწმინდიდან ფართიდან ხმა რომ მოდიოდა აი გარშემო თან ეს არის სოლოლაკი მთაწმინდა ვერა ხმა ვრცელდება ეს არ არის ცალკეული შემთხვევა ეს არის აი მართლა ეს თან ზაფხულში პანჯარა ღია ხო ვერ დავხურავ ხა ეს სისტემური ამბავი ამას აკეთებენ ორგანიზაციები ეს გართობის ინდუსტრიის და ამას აკეთებენ ადამიანები ყოველდღიურობაში აი კიდევ რა გაწუხებთ თქვენ ეს ბოლოში რო გავიდეთ დაწერეთ კომენტარებში და დაურეკეთ სოლს
აბა დროებით.